წითელი ნუსხის კომისიის 9 წევრიდან 8 ჩვენი უნივერსიტეტის წევრია. გუნდი, რომელსაც უკავეთავს სამინისტრო თვითონ სხვადასხვა ტიპის კვლევებს, რომელიც მუშაობს დაცულ ტერიტორიების მენეჯმენტის კუთხით, სატყეო, სააგენტო უკავეთავს კვლევებს და პროექტებს ინვენტარიზაციის კუთხით, მონიტორინგის კუთხით და ასე შემდეგ და გუნდი, რომელსაც იმდენად ენდობიან, რომ გერმანიაში გერმანულ განათლებაზე ორგვარი ისე გვაქვს წარმოდგენა, მაგრამ გერმანიაში არის ასეთი რამდენიმე ქსელი კვლევითი ინსტიტუტების, არის მაქს პლანკი, იულიხი და არის მაგალითად ლაიბნიცის, როგორც კიდათ გერმანულ ლაიბნიცის ქსელი, რომლის პირველი გერმანიის გარეთ კვლევითი ერთეული დაფუძნდა ამ ფაკულტეტზე. კავკასიის ბიომრავალფეროვნების ლაიბნიცის ცენტრი. ანუ თქვენ გესმით ხო, რამხელა ნდობა, რამხელა საერთაშორისო ხილვადობა არ გვაქვს ეკოლოგიის არც საბაკალავრო პროგრამაზე მიღების უფლება, არც სამაგისტროზე ეკოლოგიის პროგრამაზე მიღება და არც ბუნების დაცვის და მეტყევების პროგრამის. ეს არის პროგრამები, რომელთა კურსდამთავრებულები აკომპლექტებენ სამინისტროებში შესაბამისი დეპარტამენტების და სამმართველოების უდიდეს წილს. აი რომ გადახედოთ და რომ დავიწყებთ რაღაცა დეპარტამენტთან გვაქვს შეხება, ეს ჩვენი კურსდამთავრებული, ეს ჩვენი კურსდამთავრებული, ეს ჩვენი კურსდამთავრებული, ეს ჩვენი კურსდამთავრებულია.